მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგის საჯარო გაშლით და დღეს მინდა გავაკეთოთ ესეთი გაშლა. რატომ უწევს არჩევანის გაკეთება თქვენს პარტნიორს? აი ესეთი გაშლა მინდა რომ გავაკეთოთ. გაშლა იქნება ერთ ვარიანტზე, შესაბამისად დასარჩევი არაფერია. განაწყოთ ახლა გაშლისთვის. მოახდინეთ თქვენი პარტნიორის ვიზუალიზაცია, შეგიძლიათ გამოიყენოთ სურათი, შეგიძლიათ გამოიყენოთ, წარმოთქვათ მისი სახელი და გვარი და შესაბამისი განწყობის შემდეგ უკვე განაგრძოთ ვიდეოს ყურება. აქვე შეამჩნევდით ალბათ, რომ ჩემს გვერდს შეეცვალა სახელწოდება ტაროს სამყაროს ნაცვლად, გახდა ღამის მკითხველი, შესაბამისად მოვედი განახლებული, უფრო მისტიური, უფრო ღრმა ენერგიებით თქვენთან, ახალი ძალებით, ახალი ენერგიებით და ბევრი საინტერესო რაღაცები იქნება პერიოდულად შეგახსენებთ, რომ არ დაიბნეთ და რომ მიხვდეთ, რომ ისევ ჩემ არხზე ხართ და მოკლედ დღეიდან იქნება სახელწოდება ღამის მკითხველი. მაშ ასე დავიწყოთ, მოდით ვნახოთ პირველ რიგში, გავაკეთოთ ერთგვარი დიაგნოსტიკასავით, როგორ ენერგიებში არის თქვენი პარტნიორი და მივყვეთ მერე თანდათან და როგორ გვეტყვის და რას გვეტყვის ტარო. ვისაუბროთ ამაზე. ქალის ენერგიები ჭარბობს ახლა მასთან. ქალს ყავს დაბრმავებული, ანუ მისი ენერგეტიკა მთლიანად შთანთქა ქალბატონმა. ვინ არის ეს ქალბატონი? ეს ქალბატონი არის ერთი ჩვეულებრივი პარაზიტი, ვამპირი ადამიანი, რომელიც როგორც წურბელა, ისე არის მინჯდარი, ესე მიწებებული მის ენერგეტიკაზე, მის სხეულზე, მის გონებაზე და მთლიანად ცდილობს, რომ მოცული იყოს ეს ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ მისით. ნახოთ ახლა იქნებ თქვენ ხართ ეს, არა თქვენ არა ხართ. თქვენ არ ხართ, იმიტომ რომ ოდესღაც ნახეთ ახლა აქ ორ ქალზე გვაქვს საუბარი. ნუ პრინციპში არ არის გასაკვირი, როდესაც გაშლის თემა დავასახელე მე. შეიძლება და აქ თავიდან გვეჭვა რომ სამკუთხედზე ვისაუბრებდით, ხო? მაგრამ ნუ როდესაც არო პირდაპირ პასუხობს ხოლმე ეს უკვე ძალიან კარგია, ხო? ჩვენ საკითხს როდესაც რეზონირებს და პასუხობს პირდაპირ და გვიჩვენებს ორ ქალბატონს. ერთი ქალბატონი ხართ თქვენ, რომელმაც თავისი ელფერი დაკარგა, რომელმაც თავისი სიძლიერე დაკარგა თითქოს თავისი პარტნიორის თვალში. და რაღაცნაირად ფიქრობთ, რომ ღამის კოშმარში ხართ მოქცეული, ხო? ერთ დროს ბრწყინვალე ანგელოზი, ნუ ასე აღიქვავდათ, შეიძლება მას უთქვავს კიდევაც თქვენთვის, რომ მისთვის თქვენ რაღაცა მფარველი ანგელოზივით ხართ, ხო? გადამრჩენელი, მშველელი. თითქოს აი დაიღალეთ უკვე თქვენ გამგეწურათ ყველანაირი რესურსი და ენერგია და შეიძლება სადღაც სურვილიც, რომ აი ესე ფრთები გაშალოთ და არ ვიცი დაიცვათ, არ ვიცი იზრუნოთ, არ ვიცი იბრძოლოთ, ან თუნდაც იმხიარულოთ მასთან ერთად. და მეორე მხარეს არის ქალბატონი ძალიან ისეთი, იცით, გარეგნულად რო შეხედავთ თითქოს ძალიან ცეცხლოვანი, მაგრამ შინაგანად ეს არის ძალიან ცივი ენერგიების პატრონი, ყინულივით ცივი ადამიანი, რომელსაც არ აქვს სიბრალულის გრძნობა, რომელსაც არ აქვს არანაირი ემპათია, მხოლოდ ფიქრობს საკუთარ მიზნებზე, საკუთარ თავზე, ეს ქალი გრძნობებით ნამდვილად არ მოქმედებს და აი როგორც წურბელა ისე არის როგორც წურბელა ისე არის მინჯდარი თქვენს პარტნიორზე და პლუს ამას იცით როგორ თითქოს რაღაცნაირად ბრძოლაში გამოგიწვიათ. ისეთი შეგრძნება გაქვთ თითქოს ეს ადამიანი თავიდან თითქოს თქვენ არაფერი არ გეხებოდათ, ხო? შეიძლება იქ რაღაცა ცვლილებებს ატყობდით თქვენს პარტნიორში, მაგრამ ეხლა უკვე თქვენ საკუთარ თავზე გონიათ, რომ აი რაღაცა თქვენშიც უკვე ისე არ არის როგორც უნდა იყოს. ვერც თქვენ ხართ ისე კარგად როგორც უნდა იყოთ, ხო? და რაღაცა აი ეს დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა მარტოობისადმი, ხო? ანუ აი ეს უნარობა გამოვლინდა ეხლა თქვენთან. ხო, ნიჰილიზმი რაღაცნაირი აი ის კი არა რომ განა თქვენი გრძნობები შეიცვალა, თქვათ პარტნიორის მიმართ, ან თქვენ შეიცვალეთ. უბრალოდ შინაგანად ენერგია ტრანსფორმირდა თქვენში ისე, რომ
უბრალოდ არაფრის ძალა არ გაქვთ და თითქოს აი ამ უძლურებასაც ეჩვევით და ეგუებით, ხო? ანუ ეს ყველაფერი წამოვიდა სწორედ აი ამ ქალბატონიდან და აი ამ ქალბატონს სწორედ ესე აგვიწერს ტარო, ხო? ერთი შეხედვით რომ შეხედავ ძალიან ცეცხლოვანი ესეთი ქალია, ხო? აი რომ შემოდა ცეცხლის შემოაქვს ოთახში, მაგრამ შიგნიდან არის როგორც ყინული. აი არანაირი სიბრალურის გზნობა, არანაირი ჰუმანური ადამიანური გზნობები ამ ადამიანს არ გააჩნია და საკუთარ ცხოვრებაშიც კი ეს ადამიანი ძალიან მერკანტილურად მოქმედებს. ძალიან გააზრე გათვლილი ნაბიჯები აქვს, ხო, ყველაფერი გათვლილი აქვს ისე მოქმედებს და არა მხოლოდ ის არ იყო, რომ თქვა, აი აქ თქვენს პარტნიორზე დაიწყო ესეთი თავდასხმა და აქ უკვე თავდასხმა კი არა, თავის ბრჭყალებში ყავს მოქცეული, ხო? და მოცული არის თქვენი პარტნიორი მთლიანად აი ამ ქალბატონის ენერგიებში, არ მხოლოდ ეს, არამედ უკვე თქვენზეც გადმოვიდა და ღია ბრძოლა გამოგიცხადათ თქვენ, ხო? აი თითქოს ესეთი შეგრძნება გაქვთ და თან არის ამას მოყვა ის რომ ნუ იცით ერთი მეორისგან გამომდინარეობს ხო რომ თქვენი შეგრძნება აი ერთგვარი უნარობის იმის რომ არაფერი აღარ შეგიძლიათ ნუ აი თქვენ მაქსიმალურად თავი შეწირეთ ამ ყველაფერს და ხო თით თქვენ რაღაცნაირად ხა ამ სიტუაციას მსხვერპლად ეწირებით თქვენს რაღაცნაირად მსხვერპლად ეწირებით ამ სიტუაციას. აი, საინტერესოა, თუნდაც გვერდზე რო გადგეთ თქვენ. ხო, აი, წაიყვანოს გიფიქრეთ ასე, ხო, წაიყვანოს. აღარ მჭირდება დამანებოს მეოღონდ თავი, ხო? აი, რატოდ გახართ თქვენ აი ესეთ მდგომარეობაში? მაინც რატო გესხმით ეს ადამიანი თქვენ თავს? აქ პრობლემა და მიზეზი ამ ყველაფრის გაცილებით უფრო ღრმა არის, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ბევრად უფრო ღრმა ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ანუ როგორც ჩანს, თქვენი ამოგდება მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორი მთლიანად მოცული არის. აი საოცარი ჭყალებში საოცარი ვამბობ უცნაური ქალბატონით. თქვენ ამ ქალბატონისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა ხართ. იმიტომ რომ თქვენ პირველი გაკავშირებთ ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა, ძალიან ძლიერი, ეს შეება არ იყოს მანდამაინც ვიღაცა შეება აქვს 20 წლის ურთიერთობა, 10 წლის ურთიერთობა, 5 წლის ურთიერთობა, მაგრამ ვიღაცას შეება არა, ხო, და 1 და 2 წლის ურთიერთობა, ხო, უფრო ახალგაზრდა ურთიერთობა, მაგრამ იმდენად სიღრმისეული ურთიერთობა იყო, იმდენად აი ესეთი ურთიერთგაგება იყო, ხო, როდესაც აი წყვილში ენერგეტიკული მიმოსვლები ურთიერთგაგება არის ერთმანეთში, ხო, თითქოს აი მონათესავესულებებით, რომ ძალიან ახლოს ხართ თქვენი პარტნიორისთვის. აი როგორც ბავშვობის მეგობარი ვიღაცაები შეიძლება ბავშვობიდანაც კი მოდიხართ, ხო, ძალიან სიყრმისეული ასაკიდან მოდიხართ ერთად და ზედმეტად ახლო ხართ მისთვის, ზედმეტად ძვირფასი ხართ მისთვის და ეს უკვე ქვეცნობიერის დონეზე არის ჩაბეჭდილი და ამის ამოფთხრა, ამის განადგურება შეუძლებელია. ნუ აი ძალიან ხშირად არის ხოლმე, როდესაც მომართავენ, რომ აი სასიყვარულო მაგია გვინდა, იქ რაღაცა და ყოველთვის ვამბობ. ადამიანის დამონება შეიძლება, დამორჩილება შეიძლება, ნებისმიერი ნეგატივის მასზე დასმა შეიძლება, ყველაფრის გაკეთება არის შესაძლებელი. მაგრამ არ ვიცი, ახლა ვისაც უნდა დამიპირისპირდეს, ვისაც უნდა როგორც უნდა ისე გაიგოს ჩემი სიტყვები, ხელოვნური სიყვარულის შექმნა შეუძლებელია. არ არსებობს ესეთი რაღაცა. სქესობრივი ლტოლვა, სექსუალური ლტოლვა ექნება თქვენს მიმართ, გაგიჟდება რომ დაგინახავთ, გადაირება, მაგრამ ეს არ არის სიყვარული. უბრალოდ მარკეტინგული ხრიკია, იქ სასიყვარულო მაგია და არა ჩემგაგო სიყვარული ერთადერთი რამ არის, რაზეც სულ რომ მთელი მსოფლიოს არ ვიცი, მაგები, ჯადოქრები, ჯოჯოები რაც გინდათ ის გვიწოდეთ, შევიკრიბოთ. ამას ყოველთვის პირად კონსულტაციებში ყოველთვის, ანუ როდესაც მომართავენ, რომ აი რამე გამაკეთებინე, ხო? რომ ვეუბნები, ხელოვნური სიყვარულის შექმნა შეუძლებელია და როგორც ჩანს, თქვენთან არის სწორედ ის სიტუაცია, სადაც არის სწორედაც რომ ძალიან ღრმა გრძნობა აქ არ არის სიყვარულზე, აქ არ არის მხოლოდ ქალის და კაცის ურთიერთობა, აქ რაღაცა უფრო სხვა არის, აქ რაღაც უფრო სხვა მეგობრობა არის, აქ რაღაც უფრო სხვა ლტოლვა არის ერთმანეთის, აი რაღაცნაირი სულიერი ლტოლვა შეგვიძლია დავარქვათ ერთმანეთის მიერ და ამის აღმოფხრა მამაკაცის თავიდან შეუძლებელი ხდება. ამიტომ თქვენ ჩვეულებრივი მტერი ხართ ამ ქალბატონისთვის, იმიტომ რომ თქვენ ვერ მოგიშორათ. ამიტომ იწყებს თქვენზე თავდასხმას, ამიტომ გაქვთ შეგრძნება, რომ კაცო აი წაიყვანოს, აღარ მინდა ეს კაცი თავისი იყოს ამ თავის ჯადოებით, ხო? მიყავს, მაგრამ არც თქვენ გეშვებათ, იმიტომ რომ მამაკაციც არ გივიწყებთ თქვენ, ხო? ანუ მის თავში ხართ. ეს ქალი ფიქრობს, თვლის და ხედავს იმას, რომ
რეალურად ვერაფერი ვერ გამოუვიდა, ხო? ვერ შექმნა ეს ხელოვნური სიყვარული, ხო, იმიტომ რომ შეიძლება მას არ უყვარდეს, მაგრამ მამაკაცი უნდა რომ მასა ესე გიჟივით მიჯაჭული იყოს და მართლა რომეოსავით შეყვარებული იყოს, მე ხვდები რომ ეს არ გამოუვიდა, ხო? და ამის მიზეზი თქვენ ხართ, თვლის რომ თქვენ ხართ ამ ყველაფრის მიზეზი. რას ფიქრობს, რას გრძნობს, რამდენადაც შეუძლია აი ამ თავის ენერგეტიკულ მდგომარეობაში, ან თავის დაბინძურებულ წინ ენერგეტიკულ მდგომარეობაში თქვენი პარტნიორი რას ფიქრობს ამ ყველაფრის შესახებ. გასულიო ხო ხდებით საკუთარ თავს პირველი რომ საკუთარ თავს ვერ პატიობს. იცით როგორ მდგომარეობაში ხანდახან ფიქრობს ეს ადამიანი რომ აი უცებ ეს ყველაფერი ხომ ის თვითონ ხო ვერ ხდება რა რეალურად რა ხდება მის თავს ხომ ბუნებრივია ვერ ხდება ვერც ერთი ადამიანი ვერ აანალიზებს და ვერ ხდება ბოლომდე ვერ აცნობიერებს როდესაც მასზე ეგრეთ წოდებული ენერგეტიკული დარტყმებით ჯადოს რასაც ეძახით ხოლმე არის გაკეთებული თქვათ ხომ და აი იმ დონეზე რა დონეზეც გრძნობს ამ სიტუაციაშიც არის ჩავარდნილი თქვენ ამ მდგომარეობაშიც ხართ ჩავარდნილი იგივე ხო ამ სიტუაციას საკუთარ თავს ვერ პატიობს და გონია რომ აი რომც ჩამოინგრესო ხო აი ეს დაბრკოლებები რაღაცა ის ყველაფერი შეიცვალოს საკუთარ თავს ვერ პატიობს იმიტომ რომ ხედავს როგორ გაგაქვავათ თქვენ ხედავს რამდენად გატკინად გული იმდენად გულის ტკენაზე კი არ არის საუბარი აქ იმიტომ რომ ეს ადამიანი დარწმუნებულია რომ თქვენ მას აპატიებთ ხო გუნდა მან იცის რომ თქვენ შეგიძლიათ პატიება ხო რაც არ უნდა იყოს მიმტევებელი ადამიანი ხართ მაგრამ თქვენ ამ ადამიანმა გული გაგიქვავათ აი რაში არის საქმე ნუ ერთი ალბათ იმიტომ რომ ვერ ხვდებით და არ იცით რეალურად რა არის თქვენი მტერი და რა გებრძოდათ აქ და რატომ მოხდა ეს ყველაფერი რაც თქვენ შორის ხდება ახლა ხო და მეორე რომ იმდენად იმედგაცრუებული ხართ იმდენად არ ელოდით ესეთ ნუ ზურგში დანის ჩარტყმა დავარქვათ ამ ყველაფერს ხო რომ აი მართლა გული გაგიქვავდათ და შეიძლება ამ როგორი ახალგაზრდაც არ უნდა იყო და როგორ ახლიდანაც არ უნდა ეცადოთ ცხოვრების დაწყება შეიძლება უკვე არც არავის არ ენდოთ ხო და ამიტომ უკვე როგორ არის ეს მამაკაცი თვითონ თვითგვემაში არის თან ეგოიზმი არ აძლევს იმის საშუალებას რომ საკუთარი აი ეს განცდები გამოავლინოს მხოლოდ ეგოიზმი არა აქ სხვა ენერგეტიკული ბორკილებიც არის რომელიც არ აძლევს მას საშუალებას რომ გამოვლინდეს ბოლომდე და პლუს ამას არის აი ეს ეგოც ხო რომ მირჩევნია ეს რაღაცა ნიღბები ვატარო მირჩევნია არ დაინახონ იმიტომ რომ მასაც არ უნდა რომ მის ტკივილი დაინახონ ეს მის თავმოყარეობას ძალიან ურტყავს ხო ძალიან შელახულია ასე ვთქვათ მისი თავმოყარეობა რატომ? ეხლა როგორ მამაკაცთან გვაქვს აქ საქმე? ეს არის ძალიან ძლიერი მამაკაცია, ძალიან ძლიერი ხასიათის დომინანტი მამაკაცია. მე როგორც მინდა ისე იქნება, მე როგორც გადავწყვიტავ ისე იქნება. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს გეგმავს, რომელიც აუცილებლად თავის გეგმებს აუცილებლად ასრულებს. აი ესეთი ძალიან ძლიერია, სადაც აი ფეხს დადგავს, იქ შეუძლია რაღაცას მოკიდებს ხელს, გააკეთებს აუცილებლად, თავის ჩანაფიქრებს განახორციელებს და მოკლედ ესეთი ლიდერია ყველანაირად და განსაკუთრებით ურთიერთობებში, ხო? მას თავისი, ესე ვთქვათ, ღირსება აქვს, თავისი სიამაყე აქვს, მამაკაცური ეგო ხო არის და ურტყავს ეგერ ჭერზევით და აი ესეთი ადამიანი როგორ გითხათ, როგორ გადაიქცა, იცით, აი ბევრჯერ იუმორისტულ მებში თუ გინახავთ ბევრჯერ შემხոտე დარწმუნებული თქვენს გინახავთ, როდესაც არის რაღაც ესეთი სკეჩები, პატარა დადგმები, როდესაც ერთი მსახიობი ორი ადამიანის როლს ასრულებს ხოლმე და აი ეს ტანსაცმელი რო აცვიათ, ერთი მხრიდან რომ მამაკაცის შარვალ კოსტუმია და მეორე მხრიდან რომ ქალის კაბა არის თეთრი, ხო? ანუ აი ესეთი ადამიანი, ხო? აი ესეთი ну, ძლევამოსილი, არ ვიცი, ვიღაცისთვის შეიძლება ძლევამოსილიც იყო, მაგრამ აი ესეთი ენერგიის პატრონი, აი ესეთი მამაკაცური
კაცი გადაიქცა ადამიანად, რომელსაც აი ახლა ასეთი ტრანსფორმაციაცია, ხო? ანუ ორი მხარე, ერთ მხარეს კაცია და მეორე მხარეს არის ქალაჩუნა, ჩვეულებრივი, აი ქალაჩუნად არის ნაქცევი და ამის დანახვა მას უბრალოდ აღარ შეუძლია. იმდენად მართავს ეს ქალი, იმდენად ზემოქმედებს მასზე, იმდენად აი მარიონეტივით ყავს მოქცეული, ხო, რომ აი ამისთვის თვალის გასწორება მისთვის არის ძალიან მტკივნეული პროცესი. ეხლა ჩვენი გაშლის თემა არის, ხო, რატო უწევს არჩევანის გაკეთება ამ მამაკაცს. ეხლა აქ ფაქტია, რომ არჩევანის გაკეთება იმიტომ უწევს, რომ ორნი ხართ ქალბატონი და ნათლად გვიჩვენა ტარომ, რომ არანაირი რაღაცა გრძნობებით ემოციური კავშირი მესამე პირთან მას არ აქვს და ძალიან ძლიერი ემოციური კავშირი, აი რაღაცნაირი სულების კავშირი არის თქვენთან, ხო? მაგრამ ეს ადამიანი, აი როგორ რაღაცნაირად არ მინდა რომ რთული სიტყვებით ვისაუბრო და დამაბნეველი იყოს თქვენთვის. ეს ადამიანი ხედავს იმასაც, რაც ჭირს მას, ხო? რა რეალობაშიც მოხდა, რა მდგომარეობაშიც ჩაგაგდოთ თქვენ და ხედავს იმას თვითონ სად არის. ამ ყველაფერს ხედავს, მაგრამ ძალიან უჭირს აქ ნაბიჯის გადადგმა, ძალიან უჭირს აქ არჩევანის გაკეთება. რატომ უჭირს არჩევანის გაკეთება? იმიტომ უჭირს არჩევანის გაკეთება, რომ ისევ და ისევ გვიჩვენებს ამ კუთხეს, ისევ და ისევ გვიჩვენებს, ანუ ერთი რომ ეს ქალი არსად არ მიდის, არ შორდება, ხო? და არ უშვებს ხელიდან. პირველი დაბრკოლება არის ეს ენერგეტიკული დაბრკოლება, მასზე ზემოქმედება, რაც არის ამ ქალის მხრიდან და მეორე არის რა? აი ეს ოფოფები, რომლებიც მას თავში უტრიალებს, იმიტომ რომ მას მოუწევს აღიარება მას მოწევს აღიარება იმისი თუ რა დააშავა, როგორი შეცდომები დაუშვა. ეხლა ნახეთ, კი, შეიძლება შეცდომები დაუშვა ამ ადამიანმა, მაგრამ როდესაც აი ესეთ მდგომარეობაში ხოლმე ადამიანი ჩავარდნილი, მე პირად კონსულტაციებზეც მიწევს ხოლმე ამის თქმა. ყოველთვის თავიდან ბოლომდე ყველაფერი მხოლოდ მამაკაცის. ანუ როცა კაცები მაკითხავენ ხოლმე მამაკაცები გაშლაზე, მხოლოდ ქალბატონის ბრალი არ არის. როდესაც ადამიანის ენერგეტიკა არის მოცული ნეგატივით, ხო? სუბუქათვალო მოჯადოებულია, ჯადო აქვს გაკეთებული, 1000 ჯანდაბა და უბედურება აქვს გაკეთებული. როდესაც მას აქვს წართმეული ნება მაგალითად, როდესაც მასზე არის ეგრეთ წოდებული სასიყვარულო მაგია, პრივასკები, რაღაც იქ ნების აღძრაზე იქ, რაღაცა ჩაკეტვები იქ, რაღაცა გადაბმები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მისი ენერგეტიკა არის ძალიან დაუცველი, არის ძალიან სუსტი. შესაბამისად ადამიანს ცნობიერი ცეცვლება ვერ აზროვნებს ადამიანი, ხო? ამ შემთხვევაშიც მამაკაცი ვერ იაზრებს, რომ მხოლოდ ეს ყველაფერი რაც მოხდა თავის თავს ადანაშაულებს, ახლა მაგრამ ვერ ხვდება რომ ბოლომდე ეს ყველაფერი მისი ბრალი არ არის. ეს ვიღაცამ მას თავს მოახვია, აიძულა ენერგეტიკულად, ხო? ან ბოლომდე, მაგრამ მამაკაცი ამას ვერ ხვდება და თulis რომ თავიდან ბოლომდე მისი ბრალია ყველაფერი, კი, ეს უნდა ვთქვათ, რომ განიცდის. ახლა თქვენ ბუნებრივად გეკნებათ შეკითხვა, ხო? განიცდის ეს ადამიანი, აი რა მდგომარეობაშიც ვართ ჩავარდნილი, ამაზე ნერვიულობს, ძალიან განიცდის და ცხვენია ამისი, ხო? სადღაც, როდესაც ფიქრობს, რომ სადღაც მომავალში იქნებ შეეძლოს გამოასწოროს თავის მდგომარეობა თავისის, მაგრამ სადა აქვს ამისი ენერგია, ვაჟბატონს, ამის ენერგია არ აქვს, ვეღარ ქაჩავს. აი სადღაც ფიქრის დონეზე შეიძლება გაიელოს, შეიძლება თქვას რაღაცა და всё, ამით დამთავრდეს ყველაფერი, იმიტომ რომ მას ენერგია არ ყოფნის ამისთვის, აღარ ძალუც უკვე. ისევე როგორც თქვენ, ხო, როგორც თქვენ აი ესეთი ფრთებდაჭრილი ანგელოზივიცი ხართ, ხო? ენერგია წართმეული, ანალოგიურად არის ისიც აბსოლუტურად გამოფიტულია და აი იმ გაფიქრების იქით რომ იქნებ ოდესმე ისევ შეხვდეთ, იქნებ ოდესმე ისევ მოვიდეს თქვენამდე, ისევ დაბრუნდეს ყველაფერი როგორც იყო აქამდე, ხო, იმ მდგომარეობაში. აი ამის იქით ვეღარ მიდის. მოქმედებაში ვეღარ გადადის და ბუნებრივი არჩევანსაც ვერ აკეთებს, იმიტომ რომ გონია რომ ეს შეუძლებელია. უცნებობს ამაზე, ფიქრობს ხოლმე ამაზე, მაგრამ მას გონია რომ ეს შეუძლებელია. ვერანაირად ვერ ხვდება რატო არის იმ ქალბატონთან, ვერანაირად ვერ ხვდება რატო ვერ მოდის თქვენამდე. და საშინელი სირცხვილის გრძნობა აქვს. აი ეს მომენტიც არის, რომ ძალიან ძლიერი სირცხვილის გრძნობა აქვს მას და ძალიან უჭერს ამაყი ადამიანია. აქ ჩვენ საუბრობთ მამაკაცზე, რომელიც ძალიან თავმოყარია და ძალიან ამაყია. და აი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის ჩავარდნილი. აი გაპარტახდა, რასაც ქვია, ხო, ამის ადამიანზე შეიძლება თუ არა ამის თქვა, მაგრამ გააპარტახა თავისი ცხოვრება, თავისი ოჯახი, ხო, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ბევრისთვის ეს სწორედაც რომ ოჯახის წევრი იყო, ხო, მეგობრებო.
და ამის აღიარება მისთვის არის იმდენად მტკივნეული, რომ შეიძლება თვითმკვლელობამდე მივიდეს, ხო? იმდენად მტკივნეული არის მისთვის ეს ყველაფერი. ადამიანი ზის და ფიქრობს, ნუ თუ ეს მე არ ვარ, ანუ იცით რომ თავის თავს როგორ უყურებს, სარკეში იხედება და ფიქრობს, რომ სარკიდან მას უყურებს ერთი ჩვეულებრივი რაღაცა ურჩხული. და ის თვლის რომ ურჩხულია და არა ადამიანი, რომ მისგან არაფერი აღარ არის შემორჩენილი და აბსოლუტურად მარტო არის ამ სამყაროში. და თან იცით რა არის, თან გონია რომ არ ვიცი თქვენს მიატოვეთ თუ მარტოა დარჩენილი. მოკლედ არც ის მინდა თქვა რომ თქვენი იმედი აღარ აქვს თქო. იმიტომ რომ შეიძლება ესე აჩვენებთ თქვენ რომ აღარ გაინტერესებთ ხო და მალავთ თქვენს რეალურ სახეს ხო, თქვენს რეალურ გრძნობას, თქვენს რეალურ დამოკიდებულებას ამ ადამიანის მიმართ, ამ სიტუაციის მიმართ და შეიძლება ხდება კიდევაც ამას რომ მალავთ და ეს რაღაცა შენიღბვა არის, მაგრამ უკვე ამ ადამიანმა აღარ იცი სად არის სიმართლე. რატომ ვერ აკეთებს ეს ადამიანი არჩევანს? ხო? რატომ ვერ აკეთებს ეს ადამიანი არჩევანს? იმიტომ რომ მან აღარ იცის სად არის რეალობა და სად არის ილუზია მის ცხოვრებაში. არა იმიტომ რომ თქვენ ხართ ილუზორული ის ქალი არის ილუზორული, არა, მაგიტო არა. იმიტომ რომ უბრალოდ მისი გონება ისეს იცით არის ვიკითხე და ამოვიდა კიდევაც სასმელი აკრძალული ნივთიერებები ნარკოტიკული საშუალებები შეიძლება დაიწყო ესეც, ხო? იმიტომ რომ აქ ცნობიერების დაკარგვაც არის ჩანს, ხო? გავიფიქრე და ამოვიდა კიდევაც, რომ ის რაც აკრძალულია, ხო? ამ ტკივილის ჩახშობას თითქოს ამითი ცდილობს. და დღიდან დღემდე ესე გადადის, ხო? როგორც იქნება. ხო, თავარი ხო მარილ დაღამდეს, რომ მე გათენდება ისინი და მალე დაღამდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ვერ აკეთებს არჩევანს. მან დაკარგა რეალობის აღქმის უნარი. ესეთი გაშლა გამოვიდა ჩემო კარგებო. იმედია მოგეწონათ ეს გაშლა. იმედია ძალიან ცოტასთან რეზონირდა და ერთეულებთან და თუნდაც ერთ ადამიანთან რეზონირდა, იმიტომ რომ ძალიან ესეთი მძიმე ინფორმაცია წამოვიდა, ძალიან არასახარბიელო და არავის არ ვუსურვებთ, ხო, მტერს არ ვუსურვებთ ესეთ მდგომარეობაში ყოფნას. ველოდებით თქვენს გამოხმაურებას. ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩემს არხზე. ნომერი ჩემი უცვლელია, ვისაც სურს პირადი კონსულტაცია, მწერთ, არ მირეკავთ WhatsApp-ზე ან Viber-ში 5131818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ უკვე ღამის მკითხველის Facebook გვერდზე Messenger-ში. მომწერეთ და ყველას გიპასუხებთ. მეუღლევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.